იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ უფრო დიდია ცათასასუფეველში? იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა. უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათასასუფეველში. ამრიგად ვინც თავს დაიმდაბლებს როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათასასუფეველში. ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც შემისწამს, აცთუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკულში ჩაეძირათ. ვაი წუთისოფელს ცდუნებებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე შენგან. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე შენგან. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ცხოვრებაში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებული იქნე ცეცხლოვან გეენაში. შეხედეთ, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს, ვინაიდან კაცის ზე დაღუპულის სახსნელად მოვიდა. რა გგონიათ თქვენ? კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა რომ აებნას, განამთებში არ მიატოვებს 99-ს და არ წავა გზა აბნევლის მოსაძებნად. თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე 99-ზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ აქვს სურვილი თქვენ ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი. ხოლო თუ შენი ძმა შეცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხრა. თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის როგორც წარმართი და მებაჟი. Or tax collector. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ ორნი თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ უნდა მიუტევო ჩემს ძმას ჩემს წინააღმდეგ რომ შესწოდოს? 7-ჯერ? უთხრა მას იესომ: მე არ გეუბნები 7-ჯერ მეთქი, არამედ 70 გზის 7-ჯერ.
ამიტომ გავს სათასასუფეველი მეფე კაცს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც 10,000 ტალანტი ემართა მისი. და რა კი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც რამ ებადა და გადაეხადა. მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანისსა და უთხრა: სულ გრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალით საპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი ამხანაგი მონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა. დაიჭირა, ყელში სწვა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებს. ირქვე დაემხო ამხანაგი მონა. შეევედრა და უთხრა: სულ გრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო, მაგრამ მან არ ინდომა. არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა ამხანაგმა მონემა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონა, რა კი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატია. განა შენ არ გეკადრებოდა შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე. გაანრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაიხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ, ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს. ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათი. მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: თუ არის ნებადართული კაცისათვის, გაუშვას ცოლი ყოველგვარი მიზეზი. ხოლო მან უთხრა პასუხად: ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისე. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ. უთხრეს მას: აბა მოსემ რაღაცომ დადო მცნებად, გაყრილობის მოწმობის მიცემა და გაშვება. უთხრა მათ: მოსემ თქვენი გულქვეობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება. დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კი ასეთი მიზეზი აქვს კაცს ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი. უთხრა მათ: ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად. და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი სათასასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს. მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის. მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ. ხოლო იესომ უთხრა: გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა სათასასუფეველი. დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
აჰა მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა. მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან უთხრა მას. სიკეთეზე რად მეკითხები? კეთილი მხოლოდ ერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებანი. კითხა მას. რომელნი? ხოლო იესომ უთხრა მას. არაკლა, არა ემრუშო, არა იპარო, არ გამოხვიდეთ სრულ მოწმეთ. პატივიეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ჭაბუკმა უთხრა მას. ყოველივე ამას ვიცავდი. რა გამიკლია კიდე? უთხრა მას იესომ. თუ გინდა რომ სრულყოფილი იყო, წადი. შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი. ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან ბევრი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ძნელია მდიდრისათვის სათა სასუფეველში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს და თქვეს. აბა ვიღა შეუძლია გადარჩენა. გადახედა მათ იესომ და უთხრა. კაცთაგან ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია. მაშინ პეტრემ უთხრა მას პასუხად. აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოყევით. რა გვექნება? ხოლო იესომ უთხრა მათ. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით 12 ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. ყველა ვინც მიატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანებით ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი პირველნი.